იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. ჭორიკანა მეზობელი. ჯონი! რა გინდა ბიჭო? რა მინდა კი არა ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემ გარაჟთან რატო აყენებ ამ მანქანას? რატო მიყვირი ხაზმა? ჯერ აქედან დავიწყოთ, მოდი. გეუბნებიო, არ არის შენი გარაჟი ეგა, ჯიგარო, ეგ არის ჩემი გარაჟი, всё. არ მინდა მაგაზე ბიჭო, შენი გარაჟი, ჩემი გარაჟია, რატო მაგიჟებე ბიჭო? ვინ გაგიჟებს ბიჭო? შენ რას მიყვირი ხარ ბიჭო? რა მიყვირი ვარ, კი პატრული გამოვიძახე და პატრული გაარკვევს ყველაფერი. დავიღალე, ყელში ხარ ბიჭო. შენ შემოგევლე რა, არ მინდოდა ეს პატრულები და რაღაცეები ჩარევა. შენ არ გამოგიძახებია პატრული. კარგი რა ბიჭო, შენ შემოგევლე ერთი წამი რა. ინსპექტორი ონისეს ხადაძე სპორტს მიაქცევთ ყურადღებას, ადრე მსუქანი ვიყავი და მე აღარ გამომიცვალეს. არ ვარ ეგეთი მნიშვნელოვანი თანამშრომელი. რა ხდება? რა ვიცი. ჩემ გარაჟთან აყენებს მანქანას მილიონჯერ გავაფრთხილე, ნუ აყენებენ. არ არის, შენ შემოგევლე. ერთი წამი აგიხსნე. ეგ არის ჩემი გარაჟი. ამისი გარაჟი არ არის. არ არის ძმაო და ტყილა ახლა ვიძახე. ჩემი გარაჟია ბიჭო. ხარ შენ, ეს ვინ არის ბიჭო? ჯერ ასახით მიყვი. აბა ჩემო მე მაჩუქა ბიჭო. აბა შენმა გაჩუქა არა ახლა ის კიდე დამიწყო ახლა ის. რა ხდება? რა ამბავი არის? რა ხდება? ვინმე ხო არ მოკლეს? ან ვინმე ხო არ არა, ხალბატონო, აი, რაღაც პარკინგზე აქვს გამოძახება. რაღაც პარკინგზე აქვს. ჩემი მეზობელი იძახის, რომ ჩემი პარკინგიაო, ეს მეზობელიც იძახის, რომ ჩემი პარკინგიაო და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე? ყველანაირი ინფორმაცია მაქვს, ყველანაირი. აქა საერთოდ ისეთი ამბავია, რომ ვისი მანქანა ვის სადგომშია, კაცმა არ იცის პოლიცია. აკარგია, ვინ გამოიძახა? მე გამოვიძახე. გამოვიძახები ჩემ. პატრული. გაჩერდი ბიჭო. შენ შემოგევლე თქო რა ერთი წამი ნუ მიყვირი ხარ. ნამდვილი არის ეს პატრული? ნამდვილია. არა მე ვიფიქრე რომ რამე სიახლე ხო არ მოუნდა მეთქი შენ ცოლსა რომ ხანდახან აქა ხანძრის ფორმით მოდიან კაცები შენ ცოლთანა და ხანდახან კიდე თეთრი ხალათითა რა ჩემი ცოლი ხალო რა ჩემი ცოლი ხალო მიხედე რა ძმა რა მოიცა ეხა ერთსა დავშვიდე რა აკე რაზე ძალადობს ჩემზე ძალადობს დავშვიდით ალბათ ერთსა აგიძახებ ახლა თქვენ რო იქნებით დავშვიდით რა ჭირთ ბიჭო რა პარკინგის გულისის ატეთ მეზობლები ხართ ბიჭო ერთი აგეცხოვრობთ ერთი აგეცხოვრობთ შენი ჭირი მე რა ჩო რა არ უნდა რა ეხა მეხვეწები მართლა რა არ ვიცი მე მოგვარდით ჯობია ხაში ამის გულისის პატრულს როგორ იზახეთ აქა პატროლო მარტო პარკინგის გამო არ იქნება აქა ჩხუბი მან და სხვა ამბავი არის იმიტომ რომ აი როცა აი ეს ვაჟბატონი თავის მანქანასა აი ამის პარკინგზე აჩერებს პარალელურად თავის ცოლთანა სხვა რამე აქ დაპარკინგებული რა სამყარო რა დაპარკინგებულია სხვა რამე ელვირა გამოდიგა ღმერთო მშვიდობა რა საბობს ეს კალი გამაგებული ღმერთო მშვიდობა რა ხარამედა დაპარკინგებული ხარ შენ ხო გამაგებული გაყვირე ჯონი რა შეუნება ეს კალი სხვა რამეა დაპარკინგებული ვიღა დაწრები კალი შენ არ გამაგებული დაპარკინგებული კაცო რა ხდება ახლა სიძებებით გქონია შენ შემოგევლე რა მე ჩემ ცოლთან მივიხედავ ყველაფერს რა ხდება კალო რა დაპარკინგებ შენ კალო ეხხვეწე პარკინგებინე ბიჭო ხო არ გავიგე შედი ბატონო პოლიცია ისე ერთი საჩი ვარი მეცა მაქვს აკა ის სხვათა შორის ღამის 11 საათის მერე ამ ლამაზი ქალის კვნესის ხმა გამოდის აი ამ ბინიდან რა სამო 11 მერე რა სამო აი აკა ელვირა ხდება მამაღალი მე რუსაშიარო რა გაკონეს ბებო ხმას და ერთი წამი რა გინდათ ქალბატონო რა გაკონეს ეს მე რუსაშიარო რატო პრესი რატო პრესი კაცო რატო დაიგონა რა სამო პრესი ის ხმაგანულის მაგრამ არა უშავრე შედი ქალოში არა უშავშვილო მეზობლობა რის მეზობლობა თუ ერთმანეთთან გადავედით და გადმოვედით არ გადავგორდით ჩვენ ეხლა შედი ქალოში გითხრა შედი რა გაკონეს შედი და რა გიზახო და მოიცა ერთად ერთად დაწყნადი ეხლა კაცო გამაგებინე თიწამი ჰა
მართლა რა ხდება ეს ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ. მე აქ რამოს ამ ხალათს ვიძიებ თუ პარკინგის ამო ჯერ პარკინგს რატო ვიძიებ საერთოდ პარკინგის გამო რატო დამირეკეთ? ახლა რა ღალატის ამბებია ძმაო, არაფერი გამოსაძიებელი არ არის. ჩემი გარაჟია ძმაო და არავის უფლებას არ მივცემ ჩემი გარაჟის წინ მანქანა გააჩერე. ეს გამაჩემა დამიტოვა ძმაო და მაგ რასაკნებული ვარ ისინი ასე ჩხუბობდნენ ამ გარაჟის გული. გამო რა განერვიულებთ ბიჭო რა ჩხუბობთ მეზობლები ხართ. ერთმანეთს უნდა შევხვდეთ კბილად და პარკინგის გამო ჩხუბობთ აქ. ვის შევხვდეთ ბიჭო კაცმა პოლიცია გამოიძახა ჩემი რა. რა ხდება ალბათო მოდი თქვენ მაინც. რატო ნერვიულობ შვილო ესე როგორ გული მიკვდება რომ აი ესეთ ნერვიულობ აი ესეთ დღეში ხარ ბებო აი ესე თელი დღე სახრიდან ახარ გამოსული წვალობ შრომობ და ამ დროსა შენი ცოლი კიდე სხვის კვადრატში შვილო აგე ფეხები აქ აწეული და ბუქანაობს მეწოდები შვილო მეწოდები მაგრამ რა ვქნა მეც ქალი ვარ ისიც მეწოდება იმიტომ რომ ძნელია უკაცობა თელი დღე გამოსული ხარ არა გწალია ბა მოით რაებს ლაპარაკობთ კაცო ჩემ ცოლზე რა არის ვერ გავიგე რა საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია რა იცით მოით მღალატო ჩემი ცოლი ვიცი შვილო ვიცი მართალია ყაჩაღებს კი დასდევ მაგრამ ყველაზე დიდი ყაჩაღი მარტო დარჩენილი ცოლია შვილო ვაი რა სამო ეგ ამბავი არის მეგობრო თქვენ გამოიძიე ცოლის ხალატის ამბები ერთი წუთით მეგობრებო შედი თქვენ ახლა სახში დაილაპარაკეთ თქვენ ოჯახებში მოაგვარეთ ეს ვიცი რა შვიდად და წნარად გადაწყვეტეთ ეს პრობლემა ხო და ამნაირი რაღაცებისთვის აღარ გამოიძახოთ არასდროს პატრული შემზანი სახში დაიგე ბიჭო რას გეუბნება მეორთ აღარ მომიკაკუნო გარემზე და ჩემ პარკინგზე ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცებს და რა ზეებს ამბობ ჩემ ცოლზე ვერ გავიგე რა ინფორმაციები გაქვთ რა იცით ჩემ ცოლზე საიდან იცით რეაქციო ყურადღება დაანებე თავი აღარაფერი ეშველება მაგასა მაგრამ შენა მე მქონი როგორც ვიცი შვილო მეწყვილესთან ერთად დადიხარ კი მეწყვილესთან ერთად დავდივარ სად არის ახლა ქვემოთ არის მანქანაში მელოდება ხო არა ფიქრობ ბებორო ძალიან დიდხას არის გაჩერებული ქვევითა ჰა საკმაოდ კი მე როგორცა ჩანს ახლა ეგა შენ ცოლსა ელაპარაკება და ლოკაცია სადგენენ ხვალინდელი დღისთვის არო სასტუმროში შეხვდნენ და იბუქანაონ ტიტულებმა უურონ ერთმანეთსა მართლა ის რამდენი ხან ეგ როგორ გამიკეთა ეგ მე ჩემა მეწყვილა და ჩემა მაგათ ნახე რა უკვე მაგათ არ უნდა აპატიო ვაიმე არ უნდა აპატიო კარგი არის გამარჯობა კარგი არის ექიმი თქვენ გამოიძახეთ მობრძანდით საით წავიდე რაკეთ არ მინდა აი აქეთ მობრძანდით აი აქეთ ჩულო ძალიან ძიმე მდგომარეობა აბა თქვენ ისით გოგო არის გადასარჩენი მიშიკო რა გინდა მიშიკო მოდი შვილო აგე მოვიყვანე ექიმი შენი ცოლი რომ იქით კორპუსის ვაჟას განარი ორსულად და დღე-დღეზე რო ელოდება მშვიდობით მინდა რომ ჩაიაროს საკიის რომა 1000 ვირუსი არის მოდებული და აბა შენიცი მიხედეთ გოგოსა ელვირა რა გინდა გამაგებინე დაწყნარდი შვილო ღმერთმა დაგლოცოთ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვი ვისი იქნება შენი თუ მიშიკოსი ბავშვი არის და უნდა გაერთიანდეს ეს ორი ოჯახი ღმერთმა რა ოჯახი ლაპარაკობს ასე ხალხი და კალო სად გადადის არ გავაგიჟო ეხლა არ გავაგიჟო იქნება ილვიდა გავსკდი ნერვებზე კაცი ახლა წლია იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე ნაკთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45